აგროსტიპენდიების პროგრამის ფარგლებში 64 სტიპენდიანტ სტუდენტს 10 უნივერსიტეტიდან და 12 პროფესიული სასწავლებლიდან 500-დან 1500 ლარის ოდენობით სტიპენდია გადაეცა. პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. გარემოს დაცვითი და აგრარული პროფესიები ქვეყნის დეფიციტურ პროფესიებში შედის, რაც გავლენას ახდენს ორივე სექტორის განვითარებაზე. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომელიც ხორციელდება წლების განმავლობაში, ხელს უწყობს მოტივაციას, რომ დეფიციტურ პროფესიაზე გააგრძელონ ახალგაზრდებმა სწავლა, როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შემდგომში გარანტირებული აქვს სამსახური ისევ და ისევ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვით დარგებში ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი გამოცდილი პროფესიონალი. ამიტომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ სტუდენტების ენთუზიაზმით და ჩართულობით. ვიმედოვნებ, რომ ისინი დარჩებიან სექტორში. ჩვენ მოუთმენლად ველით კიდევ ბევრ დაინტერესებულ და წარმატებულ ახალგაზრდას. მიხარია, რომ მომეცან საშუალება, რომ წელს გამختارიყავი მწვანე სტიპენდიანტი. მწვანე სტიპენდიის ტრენინგმა მომცა დიდი გამოცდილება, რაც არის პირველ რიგში მოტივაცია ამ მიმართულებით სტუდენტებისათვის. მწვანე სტიპენდიანტებს ეძლევა საშუალება დასაქმდნენ გარემოს დაცვის მიმართულებით სფეროებში.